მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობა და ახლა უკვე მთავრობა პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის შეუთანხმებელ საკითხთა ჩამონათვალს კიდევ ერთი დაემატა. აზრთა სხვადასხვაობა ამჯერად მოქალაქეობის მინიჭებისა და აღდგენის წესს მოჰყვა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად უნდა იღებდეს და განკარგულებაზე პრემიერის ხელმოწერა საჭირო არ არის. ნაკლებად ლოგიკურია, რომ მოქალაქეობის მინიჭებას და მოქალაქეობის აღდგენაზე უარის თქმას არ ესაჭიროებოდეს კონტრასიგნაცია, ხოლო მოქალაქეობის მიღებას და მოქალაქეობის აღდგენას ესაჭიროებოდეს. მოქალაქეობის მინიჭების წესთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის დასამარებას უწოდებს უმცირესობა. საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ ივანიშვილი და ახლა უკვე მთავრობა მარგველაშვილის განადგურებას ცდილობენ. სახეზე არის მთავრობის და არაფორმალური პასუხისმგებლობას გაქცეული მმართველის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქის დეკლარირებული პოლიტიკა, რომ საერთოდ დაასამარონ გიორგი მარგველაშვილი როგორც პრეზიდენტი. საპარლამენტო უმრავლესობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლას კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ პრეზიდენტის შენიშვნები მხოლოდ იურიდიული ხასიათისაა. არანაირი დაპირისპირება, არანაირი რაღაცა ძალაუფლების გადანაწილებაზე აქ საუბარი არ არის და არ შეიძლება იყოს. არავითარი გაუგებრობა, არავითარი დაპირისპირება პრეზიდენტს და მთავრობას შორის და პარლამენტს შორის არ არის. ეს არის ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცესი, როდესაც კანონთან დაკავშირებით შესაძლებელია პრეზიდენტს ჰქონდეს რაღაც შენიშვნა. ამჯერად მაინც მოხერხდება თუ არა პოზიციების შეჯერება უცნობია. ფაქტია, რომ მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა. მმართველი გუნდი კანონპროექტის ამოქმედების გადავადებას ითხოვდა. მარგველაშვილი კი ვეტოს დადებით იმუქრებოდა. პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებაც ამით დაიწყო. პრეზიდენტმა პოზიციები დათმო და მომხდარი გარდასულ დღეთა ამბატში აფასა. არ დავადე იმ კანონს ვეტო. შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზგასმით მე ამ დიალოგებს არ მოვყვები. პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის უთანხმოების შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ შეიტყო. წყარო თავად ივანიშვილი იყო. აღმოჩნდა, რომ ექს-პრემიერი ავლაბრის რეზიდენციაში მარგველაშვილის შესვლამ და რჩევლად ვანო მაჭავარიანის დანიშვნამაც გაანაწყენა. ყოფილი პრემიერის მწვავე განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის პრეტენზიებიც მოჰყვა. მსგავსი არ შემხვედრია ალბერტი კაცი, რომ არც მოკლე დროში კაცის ხასიათი ეს პრინციპულად შეცვლილი იყო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არაფორმალური ლიდერის შენიშვნები ხელისუფლებამ გაიზიარა. რამა საყვარელიძე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებულ ვითარებას გაუგებრობას უწოდებს და ამბობს, რომ მათ შორის პიროვნული ჰარმონია ყველა საკითხზე ვერ იქნება. თუ ესეთ შენიშვნები ერთმანეთს მიმართ არ აქვს პრემიერსა და მინისტრებს, მათ შორის არ არის რაიმე გაუგებრობები. უზარმაზარი შენობა არის ხელისუფლება და რა თქმა უნდა პიროვნული ჰარმონია ყველა ეტაპზე ვერ იქნება. ოჯახში არ არის ხოლმე პიროვნული ჰარმონია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები პარლამენტს ერთი თვის წინ გადაუგზავნა. პრეზიდენტი თუ პრემიერი, ვის სასარგებლოდ დასრულდება ბრძოლა ძალაუფლების გადანაწილებისთვის. კითხვაზე პასუხს საკანონმდებლო ორგანო გასცემს.